საჭმელი არის რა? გამოცადე და შემოდი გავაკეთე. მამა, შემოდი. ცა? ცა გავს ხლა. გასუნჯა. უბრალოდ თელი დღეო ტაქსეობ შიერი იმის გამო რაღაცა დამჩეს და მაჭო რაღაცა ნაგავს რა და მე განა რაც ხხოვ ესეთი თხოვნა არ შეგიძლია შემისრულო. რა ყველაფერზე მეჩხუბები მამა ყველაფერს ვაკეთებ შენ კი არასდროს არ არაფერი მოტოს კი არა არაფრის ღირსი არ ახარ შენ საერთოდ რა სამკაული კი არა არაფრის ღირსი არ ახარ მე რომ მკითხო რა არც მინდა შენი არაფერი წალი დამესხი მოდი დავდე თქვენ კარგად ხათასისთვის ხათასებულები მაინტერესებს ასევე გაცნობიერებული გაქვს თუ არა რომ თქვენ ჩადიან დანაშაული. არ მინდა რომ შეგაშინო, მაგრამ მინდა გითხრა რომ შენ ქმედებით რომ შენ გააკეთე ითვალისწინებს 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას, რომლის მინიმალური ოდენობა არის 500 ლარი და გაუთვალისწინებთ ის რომ მან ჩაიდიან დანაშაული პირველად, ასევე დანაშაულის გამოძიებასთან დამზადდა არის დაუბრუნდა ბიჭი პატრონს. მე გავაკეთე რომ შეიძლება შენ ჩართულიყო გარდების პროგრამაში. თუ ამ პროექტში მიიღოთ მონაწილეობას, რომ მოუხადოთ თქვენს მენაჯმენტის მედიცინის ფორმით ბოდიში. გადაწყვეტ რომ ნამდვილად გინდა თქვა განდება მედიაციის პროგრამაში მოხვედრა, ჩვენ დაუკავშირდებით ინფორმაციის ბიუროს სოციალურ მუშაკს, რომელიც მოვახონდა შენთან სახლში და გაგესაუბრება დავხმარებთ დროში ოქსიდის რისკი რაც დანაშაულს შეეხება. რა სისულელეა, რეებს ბოდავენ. არავინ იცის რა მოხდა და ესენი მაინც ვერაფერს მიხვდებიან. ნეტა დედა ცოცხალი იყოს. ვიცი გამიგებდა. თუ არა, დედაც ვერ გაიგებდა. ღმერთო რა სისულელე გავაკეთე. რა ჯანდაბად მინდოდა ის ბეჭედი. ან საერთოდ როგორ მოვიქეცი იმ დღეს. დედას გაკეთებული ნამისხარია და ხომ იაყოლებ? დღეს გაკეთა. კი, კარგი იქნება. იმედნობს რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგება დამთა. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა რომ მოგზავნით თქვენ დაკავშირებით სოციალური მუშაკი. არაფერი თანხა. მაგრამ საჭირო გადასახადები. კარგი, სოციალური მუშაკი დაკავშირდებათ და მოგვიანებით თუ დაზარალებული ჩაგვერთვლა პროცესში, მოწევს მასთან შეხვედრა მედიაციის კონფერენციაზე და ეს მას ბოდიშ მედიატორთან დასწრებით თქვენ გექნებათ საშუალება რომ მას მოუხადოთ ბოდიში, უფრო გაანალიზოთ ის რაც მოხდა. დამთა გამო რა კი, გითხრა გოგო. და გითხარ შენთან გამოსულიყო სოციალური მუშაკი. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ პროექტში რომ მონაწილეობთ. ეს ძალიან კარგი ნაბიჯი არის. იქ მადლობა. ეს არის პროგრამა, რომელიც ძილობს, რომ არასრულწლოვანი, რომელიც პირველად ჩაიდინა რაღაც დანაშაული ბჭყალებში, იმიტომ რომ შეიძლება დანაშაული ვერც დავარქვათ. ავარიდოთ ციხეს. რაღაც ალტერნატივა მოუწევნოთ. შენ გეკნება ალბათ რაღაც ვალდებულებები, რომელსაც მე შევთანხმდებით მე და პროკურორი წინასწარ არაფრის თქვა არ შემიძლია ესა.
ანუ არაფრის გაკეთებას არ გაიწუოთ, რაც თქვენ არ მოგიდებათ. ეს ყველაფერი გაწერილი პროგრამა, თანამშრომლობაზე დამყარებული პროგრამა. რაც შეიძლება იქნება მაქსიმალურად ორიენტირებული და მორგებული შენს უნარებზე, ასევე იქნება შენს შესაძლებლობებზე, რომელსაც შემდეგ შეგატყობინებთ თქვენ და თქვენ დასტურვის შემდეგ ეს აქტივობა განხორციელდება. მხოლოდ გვეცოდინება ჩვენ, მე, პროკურორს და მედიატორს. გასაგებია ხა? ეს მაფიქრებს კიდევ უფრო მეტად, რომ გამოვალ გამარჯვების სათქმელი პირი ხო უნდა მქონდეს და ხა თუ ბავშვი მართლა გულწრფელად ნანობს და თუ მიხვდა და თუ გააცნობიერა თავის დანაშაული, ხა მე ხო არა ვარ და ის გულო ხო არა ვარ. მაგრამ კარგად ვერ გავიგე და მითხრა მედიატორი კაცი დაგიხსნით და თქვენგან ვერ ვდებოდი. კი, ზუსტად მაგისთვის არა. ესე იგი ეს არის უფრო ალტერნატიული რეაქცია დანაშაულის ჩადენაზე და ჩვენ თქმა უნდა არ ვარყოფთ რაც თვითონ ჩაიდინა, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ეს ასე ვთქვათ მოგვარდეს ციფრთა სასამართლოს გარშე სასურველია იმ ადამიანების მიმართ, იმ ადამიანისთვის რომელსაც აღწევდა და რაღაცას ეს გამოასწავს ეს სანქციელი Client procession report ჩართულა ყოველს კარგად შეძლოს თავისი აზრის გამოხატვის საშუალება კონდეს და მოსმენის. მაგრამ მინდა რომ თქვენი ურთიერთობა გამოიყენოს. თუმცა მეზობლები ყოველდღე შეიძლება ერთმანეთს შეხვდეთ. ვინც ეს მაგრამ იმას არ ნანობს, რომ ჩემთან ჩაიდინა დანაშაული. დანაშაულის ჩადენას ნანობს და შესაბამისად ნანობს იმას, რომ თქვენ გეჭირთ. ჩემი პროპოზიცია გავაკეთე. ხო, და დანარჩენი მის გისაძა იქნება არის რა. თქვენ ელაპარაკე? კი, ელაპარაკე და ანუ აუხსანი, ყველაფერი სიმძიმე ამასაც გააკეთე, რომ თქვენ მის განაყოფებით ასე ვთქვათ, შეგანიებას და მან გამოსული რომ თქვენ როგორ ფიქრობთ ხან იმდილას მიხდი მომიხდის ის არ გულწრფელად მომიხდე? ეს მე ჩემს პეტროზე მე ფიქრობ ეს ხან და პროკურორი დაელაპარაკება ინანებს, აღარ ასწავს რა უძმით და სამი. როგორც უკვე იცით, მე ვარ ნინო ჭესიძე, მედიატორი და დღეს არის ჩვენი მედიაციის კონფერენცია, რომელზეც გამიხილავთ არქივულ პრობლემას. დღევანდელი მედიაციის პროცესს წარუდგები მე, წარმოვიწყები მე, მედიატორი. მე ვარ მედია მედიატორი, რომელიც წარუდგები მედიაციის კონფერენციას. დაზარალებული ქალბატონის სალომე არის უცნობი თამარ ხუნძაღიშვილი, მისი კანონიერი წარმომადგენელი სანდრო ხუნძაღიშვილი, ბატონი სანდრო ხუნძაღიშვილი. არ არის ფსიქოლოგიურად ისეთი მკრადი და ეს პროექტი იმიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახდეთ არასრულწლოვანის განვითარებას სამართლის სისტემისგან, თან აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან. ერთ-ერთი პირობა იყო კიდევ მამასათვის, რომ მამა თავის შესაძლებლობიდან გამომდინარე, კვირაში ერთ დღეს თუ დაუთმობს შვილთან მთლიან დღეს ურთიერთობას, კარგი იქნება თავთან. რიო ყუროსნის ეკრანიზაციას და შემდგომ დაწეროს თემა, შეადაროს წილი და ფილმი ერთმანეთს. არის მიმეოქრის წრეზე, რადგან შეისწავლოს ეს საქმიანობა და გამოადგება მას შემდგომში როგორც პროფესია. წიგნის წაკითხვა პატარნაცმიშვილის ნადია ქამალის წერა, რომელიც მოგიწევს სამის განმავლობაში წაკითხო. უბრალოდ იმ დღეს ვიყავით ხასიათზე, გამიზებული, რამაც იმოქმედა ჩვენზე და წარმოგიდგენთ. და როგორც ამიხსენებთ, ამაზე ჩვენს სასწავლო ფორმით მომხდარა ბოდიში. მე ვიფიქრე დღეს განმავლობაში. იქიდან გამომდინარე, რომ ქალბატონის სანდროვის ჩემი მეკონის დედა ჩემი მამას პირადად მოუხდა ბოდიში. და უთხრა, რომ არასდროს არ განმავლობას გავხდები. ისე იგი მაგისთვის მიწარდება და ყველანაირად გეცდები, რომ ჩემი თვი შევიტანო ამ საქმეში.
შიგახსენში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 118 ნორმით ჯგუფის მიერ პირის ჯანმრთელობის ნაკლებად ძიმის დაზიანების ფაქტზე და ჩვენ გადავწყვიტეთ არასრულწლოვანს მივცეთ ერთი შანსი და იგი ჩავდოთ განმდებისა და მედიაციის პროცესში. პირველ რიგში მოსვამ ესეთი რატომ მოხდა ეს შემოვარდო რას ქვია რატომ მოხდა რაც საჭირო იყო ისე მაინც რატომ ასე იყო საჭირო რატომ გამოვიდა და მეგობარს დავუდგეთ მხარში მეგობარს დავუდგეთ შეყვარებული მყავდა და დამშვიდდა იმასთან. ანუ რაც იყო საჭირო მიიღო იმას. მათ დანაშაული ჩაიდინონ და თქვენც მინც აკითხოთ. ანუ ჩვენ ხელს შევუწყოთ რომ მათი ფსიქოლოგია ანუ პიროვნება სწორად ჩამოყალიბდეს და ამ ეტაპზე რაც ანუ გადავუხვით გზას, დავუბრუნოთ უკან და სწორ გზაზე დავაყენოთ. კანონმდებლობაში პიროვნება ჩამოაყალიბოთ. ეს შესაძლებელია ხდება. რადგან პრაქტიკა და ამ პროგრამის იდეაც და მიზანი სწორედ ეს არის. თუ იგივე განმეორდება, ჩვენ განვაახლებთ საქმის ძიებას და დაიჯებიან ისინი ამის გამო. ანუ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ამის გამო აღარ რომ იქნებ მე ეს დამშავს რამე. ამ პროგრამის იდეა ხო ის არის, რომ შეიძლება და თქვენ შორის ასევე კონკრეტი მოვალეობთ. რამდენად დაიწყოთ და ამათ ვაპატიო ეს ყველაფერი რაც ჩაიგდო და ბავშვები. დიახ და ხელი შევუწყოთ მათ გამოსწორებას და კარგში პიროვნებას ჩამოყალიბებას. კარგი. მაშინ ამ ეტაპზე დაგემშვიდობებით და როდესაც სოციალური მუშაკი შეხვდება არასრულწლოვანებს, შემდეგ დაგიკავშირდებით და მედიატორი შეხვდება. ერთადერთი მისიკა კეთებაც თქვენ მოგიწევთ და თქვენ არ ამ შემთხვევაში მოწესრიგებას, ეს არის რაღაც ქმედებების განხორციელება ან ქმედებებისგან თავის შეკავება. თანახმად. კონფიდენციალური, ანუ ვერავინ არ გაიგებს ამის შესახებ და შეგიძლიათ მესაუბროთ გულახდილად. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ. განვითარება მედიაციის პროგრამა, ეს არის პროგრამა, რომელიც ანუ ასე ვთქვათ, შეთვის არის ძალიან კარგი შანსი ამ შემთხვევაში, რომ თავიდან აიცილო ციხე, არ ქონდეს ნასამართლობა, თუმცა ამის გამო გეკისრება რაღაც ვალდებულებები. აქ არაფერი არ ჩანს, რომ ჩემს დასახმარებლად ხარ მოსული. ამე ხო არ გაწუხებს. ვარ თქვა? დამჯერე მე აქ იმისთვის ვარ მართლა მოსული, რომ შენ დაგეხმარო. იქან ბექაზე მოვეკოთ. ანუ ზოგადად არ გამოირჩევა რაღაცა კონფლიქტური ურთიერთობებით არავისთან ძალიან თბილი ბავშვია. თვითონ კარგი ბავშვი იყო, ხო? ანუ კარგი ბუნების ეს მე ალბათ სკოლაში გადავსწავლობ და მე ორია. მადლობა. რომ ამიზიან რაღაცაები, გამყარე. მადლობა. შეგიძლია მითხრა რა მოხდა და რატომ მოხდა შენი აზრით ეს ყველაფერი? ნასვამი ვიყავი და გამხდნენ ერთმა მინე ჩამოიწყა რაღაც ამერი გამიწვევენ კოლოსთან ერთად არის იყო რომელიც მე ძალიან მოგვიჭდა შეეპარებულ მოხდა ჩვენ შორის რა რაც მოხდა კი მეორე და არ მოხვიდით ვაწირაკები ხართო ის ხართო და მე მოგიჩვენეთ და შევეთ შენი აზრით შეიძლებოდა რომ სხვანაირად მომხდარიყო სხვანაირად განვითარებულიყო სიტუაცია თუ არ ჩაერეოდა ჩემსა და იმის შორის კი რას გქონდათ ყველაფერს დამცირებას რეგანი დავიხარ
ჩართვენ ამ პროგრამაში და ისინი მათ ეძებათ შანსი, რომ არ მოხდნენ ციხეში, თუმცა რაღაც სასჯელი არის რომ უფრო მათ ჩართვენ იმას, რომ გააკეთეს საჭირო და ამას მოყოლოდა. გააკეთებენ ყოველთვის, რასაც სოციალური მუშაკი დააკისრებს მათ, გააკეთებენ ყოველთვის, რასაც პროკურორი მოითხოვს მათგან. დაფიქრდი იმაზე, რომ მათ აწყობთ საყვარელი ადამიანები და ისინი განიცდიან მათზე. სადაც მოვალ, მაგრამ ვერაფერს ვერ შეგეძლო. გამარჯობათ მოგესალმებით. ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველა თქვენთანაც, რომ ესწრებით კონფერენციას, როგორც იცით, დღეს ჩატარდება მედიაციის კონფერენცია. ამ ფაქტიდან გამომდინარე, პროკურორმა დეკლარირებული გადაცეს ესეთი პროგრამას განაპირობებული მედიაცია. ეს შემოსიფრდი მომში, როგორ მოხდა შემოულად შეძლია მოდიდა. ნიკა რომელმაც მომაკენ სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათთან შელაპარაკებიდან დიდ ჯგუფში გადაიზარდა და შემოგვიწერდა კი ეგრე სამყაროში. ეს იყო თავისუფლ პროკურორს ამერად ხშირია ბატონო გიორგი აი ესეთი აუცილებელი საქციელი ახალგაზრდების მხრიდან. Ну, რა თქმა უნდა, არასდროს მეტად არის გასულებული ასეთი ქმედება, რადგან არ აქვს დასრულებული ბოლომდე თამაშის ქმედება. Ekesnāc ვიყავი ინტერვიუზე, მათანაც ვიყავი და თავიანების პროკურორის კოდმათი ინტერესებით და ასევე საქმეები რაც უნდა გააკეთონ საომაროდ. ვფიქრობ, რომ შეიძლება სხვანაირად მოგვარებოდეთ. დავაპარაკეთ. მოგვარდება ეს ამ შობლების გარდა არც შობლებს მოდი გაზრდილები ახარ წესიერა. როგორიც გაზრდეს ისეთები არიან. შეურაცხყოფა გაგმოდი ხარ, გაიგე. გაგმოდი ხარ. ეხა შემომისმინე აქ ნახან ესე ვარ რა გადიგული თუ დიდი გული ხო და იქვე გეგვარი. ჩარი და ნახავდებიანი. ჩაშლიათ ხალხად კონფერენცია. რა, ერთად ხაშეთო, პროკურორს კანონი ვერ უნდა გასაგებად და უბრალოდ მოხდეთ ციხეში.